საღალი და მამისა და ძისა და სულისად მისადა. ჩვენ ახლა მოძღვები აღსარებას ვღებულობთ. მე პირადად 99 წლიდან ვღებულობ აღსარებას და ხშირი შემთხვევები მქონია, რომ ადამიანი ვერ პატიობს მისდამი თუ არასწორად მოიქცა, თუ სინცოდ მოიქცა, თუ ღალატა საქმეში განსაკუთრებით ეს ხშირად ხდება, როცა ბიზნესში ერთად არიან და მე ფიქრობს, შური იძიოს, მაგრამ მამოჩუნო ხა ყველა მოჩი და იქ აწერია. მაპატიე, როგორც ვაპატიებ, მომიტევეთ რამდენი ჩემნი, როგორც მე მიუტევებ, ესე როგორც ვაპატიებ, ისე მაპატიე ღმერთოდა. ჩვენ ახლა ვდლები შენდობის დოსვას კი წაგიკითხავთ, აღსარებას როიტყვი, მაგრამ ღვთისგან პატიება გექნება მაშინ, ეს მეტისგან უნდა ჩვენ ვესწროთ პატიება შენ, რომ შენ გეპატიოს, მაგრამ გეპატიება მაშინ ცოდვები, როცა შენ აპატიებ, შენ ცოდეს და როცა სინამდვილე გაქვს. მაგრამ როგორ უნდა ვაპატიო, ეს ხშირად მესმის, როგორ უნდა ვაპატიო, გადავყევი, მეგობარი იყო და შენ როგორ პატიოს მეთია. ერთი რომელია უცოდველი, შენ ცოდვებს ხომ და ნახო, თუ არ მოგიბარია და თუ გეყაჭაღია და ეს არაა საკმარისი. ეს არაა საკმარისი. იმისათვის რომ თქვა, რომ თავი მართალი გეგონოს. ჩვენ რო გარდავიცდებით, არ მოეთხოვება პასუხი მოსამართლეს და პროკურორს. როცა თხოვენ პატიმარს საჯოს აძლევენ და შენ როცა ვერ პატიობ ადამიანს, არ შეგებადიება შენი ცოდვები და ამ დროს თუ ეხედავ შენ ცოდვებს, ეს იგივეა, რომ ადამიანმა თქვას, რომ ბრმამ თქვას, რომ მზი არ არსებობს. ჩვენი სწავლებით არ არსებობს უცოდველი ადამიანი. ამიტომ შენ რო გებადიო ცოდვები, იმიტომ რომ ცოდვა შური, განკითხვა, ცოდვა ამპარტავნება და ახლა შენ შეიძლება თავი თამდაბალი გეგონოს, მაგრამ როდის ჩანს შენი თამდაბლობა? როცა შენ გეხებიან, შენ თამოყვარეობას და შენ არ ბრაზდები, მაშინ ხარ თამდაბალი. თუ რა და ამპარტავნებაში ხარ და თუ არ პატიო, რაში ხარ ამპარტავნებაში ხარ და კიდე რაში ხარ თამოყვარეობაში. შენ ამბობ, როგორ უნდა ვაპატიო, როცა შეჯამა ყველაფერი დაუშვათ. უსინდისოდ მოგიცა ვიღაცა. ან გაიგო ვიღაცა ჯადოს გიკეთებს. მეზობელი და ეს მართლაც მასია, ხა ვიღაცა უცხო ხო არ შემოდის შენ სახში. ხშირად მეუბნები ნასალებაში რომ ჯადო ნახეს და ვინ აკეთებს, ან ნათესავი ახლობელი. ზოგჯერ მშობელი აკეთებს უცოდინებისა გამო, რომ სიძე მოაჭკვიანოს თავისი ჭკვით. მაგრამ ვერ ხდება, რომ ყველა მკითხავი, ყველა ეგრეთ წოდებული ნათელხილველები იმყოფებიან ექსტრასენსები და სხვა ფოროდის ზეგავლენის ქვეშ. ვიღაცა კიდე მეუბნება, რომ ისო აურა უნდა გაწმინდოს. ესაა ყველაფერი ეშმაკის ოინები. იწმინდება ადამიანის სინანულით, იწმინდება ადამიანის სულის, იწმინდება აღსარება ზიარებით, როგორც საბნი და წყლით იწმინდება სხეული. ასევე აღსარება ზიარებით იწმინდება სული. სხვა საშუალება არ არსებობს. და არიან ფსიქიატრები, ფსიქოლოგები, რომლებიც არიან სწორი აზროვნების და თქვია, რომლებიც გეუბნებიან სიმართლეს გეუბნებიან, რას ქვია? სწავლების ღვთისგან არის. სწავლების უნდა მივიღოთ, მაგრამ არიან ფსიქოლოგები და ფსიქიატრები, რომლებიც გეუბნებიან, თუ მოწყენილობაში ხარ, უნდა იმროშო ან რაღაც ცოდვებზე ფროიდის მიმდევრები. და თუ მოწუნე ხარ, შენ უნდა იცოდე, რომ ერთი საშუალება მარტო განწმენდისა აღსარებას ზიარებას. მაგრამ შენ აღსარებას ზიარებას შეიძლება ამბობდე და ამბობენ და ვერ პატიობენ. და რა აზრი აქვს შენ აღსარებას თუ ვერ პატიობ? შენ უნდა გაპატიოს ღმერთმა. მე რომ შენდობის დოსვას გეკითხავ. უნდა გებადიოს ღვთისგან და გებადიება მაშინ, როცა შენ აპატიებ შემცოდეს. და როგორ, რატომ, როგორ ვაპატიო? შენ როგორ პატიოს ღმერთი? როგორ პატიოს ღმერთი? თან ამხელა წამება გადაიტანა, რომ შენთვის გაიღოს ამოთვის კარები და
და რა გვაკლია კიდე? სიყვარული. შენ მას შვილმა რაც არ უნდა დააშავოს. რაც არ უნდა, თუ გინდა პოლიტიკური მოსაზრებების გამო სხვა რამ ხლა სიძულვილია ერთმანეთში. და შენი შვილი თუ არის, ხო არ შეიძულებ, ან ნებისმიერი ყოფაქცევის ადამიანს თუ შენი შვილია. არასწორი ყოფაქცევისა იყოს, იქნება თუ პოლიტიკური მოსაზრებების იყოს, რაც არ უნდა დაგიშავოს, აი შვილები არიან. იმ შვილების გამო ვიცი ბევრი რომ მშობელმა სახლი გაყიდა რა, მაგრამ შვილს ჩამოწერს, არ ჩამოწერს. რატო? იმიტომ რომ სიყვარული აქვს, ესე იგი ჩვენ ვბადიოთ. არ ყოფნის სიყვარული. არ ყოფნის სიყვარული და მას უნდა ვთხოვოთ სიყვარულის ნიჭიდან. ვიზდამის სიძულვილი გვაქვს, დილა საღამოს უნდა მოვიხსენოთ. რომ გაგვიქრეს ეს სიძულვილი, ეს ფოგმა და ის რომ ჩვენ მტირი ვართ. აი ზოგი ხალი ტირის იმაზე რომ დაუშვათ ხმარი ყავდა ლოთი ან წემდა რაღაცას და იმას იხსენებს სულა და ამ დროს ადამიანს გაუკეთებია აბორტები და ხმარს იხსენებს ვეუნებია დაანებე თავი კაცო შენ აბორტი შემკულელი ხარ და როგორ იხსენებ იმის წოდებს აპატიი თორე აშენკებადი არა არ ესმით ადამიანებს მარტო ხედავენ იმას სხვის წოდებს ამას ვინ აკეთებს? ფოროდის სული უწევს ხელს. ამიტომ რა უნდა გავაკეთოთ? უნდა ვილოცოთ გულით, სულით, რომ ღმერთმა მოგცეს სიყვარულის ნიჭი. და ღმერთმა მოგცეს საკუთარი ცოდვების ხედვა, არა მარტო გონებით, გულით. აი გულით თორსა ატირდება შენი გული ცოდვებისა გამო. მაშინ სხვას არ განიკითხავ. პირიქით შეიცოდებ ადამიანს, თუ უმართლებს უსამართლობაში, თუ აფერისტია, თუ უსინდისოდ გეიცეოდა, პირიქით შეგეცოდება ჯოჯოხეთისთვის. და ილოცებ მისთვის. ღმერთმა მოგცეს სიყვარულის ნიჭი. ჩვენთან არის ღმერთი.